საქართველოს პირველმა ლედი მაკაჩიჩოვამ თბილისში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გახსნა. მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 210,000 ლარი დაფინანსდა. ის სრულად ადაპტირებულია და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ჰოსპისი ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ინიციატივითა და სამედიცინო კორპორაცია EVEX-ის მხარდაჭერით აშენდა. ეს უპრეცედენტო შემთხვევა, როცა გაერთიანდა სრულიად საზოგადოება. მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. ამისთვის დიდი მზადება იყო და ნამდვილად შესწავლილი იქნა თავიდან ბოლომდე. თუ არქიტექტურულად, თუ ყველანაირად სამედიცინო თვალსაზრისით და აი დღეს ჩვენ ვართ იმ შენობაში, სადაც ალბათ ხვალიდანვე უკვე პაციენტები შემოსახლდებიან. ბავშვთა ჰოსპისი, რომელიც დღეს გაიხსნა 1 წლის წინ ჩაუყარეთ საფუძველი, ასე ვთქვათ, პარტნიორობის მაგალითი საქართველოს მთავრობის, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო სექტორის და საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქის. ეს ჰოსპისი არის გათვლილი ბავშვებისთვის, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და ხშირ შემთხვევაში უიმედო და ამიტომ აქ მნიშვნელოვანი გასასმელი არის, ეს არ არის ჰოსპიტალი. ეს არის დაწესებულება, ეს არის სახლისნაირი გარემო.